ჩემი დღევანდელი სტუმარია ენდოკრინოლოგი თეონა ნუცუბიძე. გამარჯობა თეონა, მიხარია დღეს რომ ხარ ჩემი სტუმარი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიმსუქნეზე და ჩემი პირველი კითხვა არის, რატომ ვიმატებთ წონაში და რა არის ზოგადად სიმსუქნე? სალამი თაკო. წონაში ვიმატებთ იმიტომ, რომ არსებობს დაავადება, რომელსაც ქვია სიმსუქნე. და შესაბამისად, ისე როგორც აბსოლუტურად ყველა დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც ორი ფაქტორი არის წამყვანი. ეს არის დიაგნოსტიკა, სწორი დიაგნოსტიკა და ეს არის, რა თქმა უნდა, აქტიური მართვა. სწორ დიაგნოსტიკაში რას გულისხმობ? დაახლოებით ბოლო 1-20 წელია სიმსუქნის დიაგნოსტირება ხდება ძირითადად სხეულის მასის ინდექსის ფორმულით, ხო? BMI ეს ყველასთვის ალბათ მაინც ცნობილია. ერთი წლის წინ დანიაში იყო სამეცნიერო კლასტერი, მრგვალი მაგიდა და იქ იყო ძალიან ცხელი განხილვა. და ყველა ჩვენ გქონდა ესეთი კითხვა. ჩვენ ყავს პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჭარბი გაცხიმოვნება, მაგრამ ამ ფორმულის მიხედვით ისინი არ ხვდებიან არც ჭარბწონიანთა კატეგორიაში და არც სიმსუქნით დაავადებული ადამიანების კატეგორიაში. ამ ადამიანებს აქვთ ისეთივე რისკი ქრონიკული დაავადების განვითარების, როგორც სიმსუქნით დაავადებულ პირებს. რა გავაკეთოთ? და დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2025 წელს, ევროპის სიმსუქნის ასოციაციამ გამოაქვეყნა framework-ი, ანუ ახალი guideline-ი, რომელიც ხაზს უსვავს 2 პუნქტს. გარდა იმისა, რომ განმარტავს სიმსუქნეს როგორც ქრონიკულ მორეციდივე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს დისფუნქციურად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი, ასევე მნიშვნელობას ანიჭებს, რამდენად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და აქტიური მართვა. აქტიური მართვა ვერ იქნება ნაკლები ჭამე და მეტი იმოძრავე, ხო ბევრჯერ გაგიგია ეგეთი რჩევა, მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია და ცოტა რო ჭამო და მეტი რო იმოძრავო. დღეს ჩვენ ექიმები ესე აღარ ვეხმარებით ადამიანებს, ვისაც აქვთ დაავადება სიმსუქნე. ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რა განაპირობებს სიმსუქნეს და რა განაპირობებს იმას, რომ ვიმატებთ წონაში, ამ შემთხვევაში ფაქტორები არის ბევრნაირი, მრავალ ფაქტორსაა გავლენა, მაგრამ წამყვანი არის გენეტიკა. ხო? ესე იგი, ჯერ კიდე 1990 წელს ძალიან ცნობილი სტანდარტის კვლევა იყო, როდესაც ამ კვლევას უწოდებდნენ ტყუპების კვლევას, როდესაც იდენტური ტყუპები იზრდებოდნენ სხვადასხვა ოჯახში. ერთ ბიოლოგიურ ოჯახში და მეორე არაბიოლოგიურში. ამ ტყუპების ანთროპომეტრიული მახასიათებლები, ანუ წონა და ასე შემდეგ, უფრო ახლოს იყო ბიოლოგიურ ოჯახთან. შესაბამისად, გენეტიკა მაინც არის წამყვანი. ეს კვლევა არაერთხელ გამეორდა ბუშარდის მიერ და კიდევ ბევრჯერ. ეხლა, ჩემი პაციენტებს როცა ვეუბნები, რომ გენეტიკა არის წამყვანი, შემდეგ მეკითხებიან, ანუ გენეტიკურად მიდრეკილი ვარ სიმსუქნისკენ და არაფერი მეშველება? აქ შემოდის ეპიგენეტიკა. და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან საინტერესო არის ეს საკითხი, ეპიგენეტიკა. ეპიგენეტიკა არის. რას ვჭამ, როდის ვჭამ, სად ვცხოვრობ? გარემო პირობები. არის როგორია ჩემი სახლის ირგვლივ? ფიზიკურად აქტიური ვარ თუ არა? სამსახურში ფეხით მივდივარ თუ არა? ეს უკვე არის ეპიგენეტიკა. ჩემი შემდეგი კითხვა არის პრეპარატ ოზემპიკთან დაკავშირებით, რომელზეც მთელ მსოფლიოში თუ საქართველოში არის ბუმი და ეს პრეპარატი განკუთვნილი არის დიაბეტ მეორე ტიპის დაავადებული ადამიანებისთვის, მაგრამ მოიხმარენ ის ადამიანებიც, ვისაც უნდათ წონის კლება. რა აზრის ხარ ამ ჯერ მოგვიყევი უბრალოდ პრეპარატთან დაკავშირებით? რა არის ოზემპიკი? თაკო, ჩვენ საუბრის დასაწყისში ვთქვით და შევთანხმდით და ვიცი რომ ეთასზე ვართ, რომ სიმსუქნეს ჭირდება აქტიური მართვა. კი ბატონო. აქტიური მართვა მოიაზრებს მედიკამენტის ჩართულობას. სიმსუქნის მედიკამენტები ეხლა არ შემოსულა, იყო პირველი რიგის მედიკამენტები ჯერ კიდევ 30 წლის წინ, რომელმაც რაღაც საქართველოს გვერდი აუარა, იყო აბსოლუტურად დეფიციტში და ძალიან ძვირადღირებული იყო. ეხლანდელი მეორე რიგის სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, იგივე GLP-1 აგონისტები, სემაგლუტიდი, ანუ ოზემპიკი, რომელიც შენახსენე, ეს არის Novo Nordiskis საბაზრო სახელწოდებით მედიკამენტი, აბსოლუტურად. აქტიური ნივთიერება არის GLP-1 აგონისტი.
და რომ წარმოვიდგინოთ, როგორ მოქმედებს ეს მედიკამენტები ჩვენს ორგანიზმზე, უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს აბსოლუტურად ჩვენი ორგანიზმი საკვების მიღების საპასუხოდ. ჩვენ როდესაც ვიკვებებით, თავის ტვინში გვაქვს ცენტრი, ეგრეთ წოდებული დაჯილდოების ცენტრი, ჰიპოთალამუსი, რომელიც გვეუბნება: "კმარა, აღარ მაჭამოთ აკო, აღარ მინდა", ხო? კი ბატონო. აი ამ მესეჯს იძლევა GLP-1 აგონისტი, ანუ სემაგლუტიდი ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ახანგრძლივებს კუჭის დაცლას და საკვები პროდუქტები კუჭიდან ნაწლავში გადადის უფრო ნელა, რაც რა თქმა უნდა ფიზიოლოგიურად იწვევს სისავსის შეგრძნებას და ესეც შემდეგ უკვე ხელს უწყობს წონის შემცირებას. GLP-1 აგონისტი ხო რა არის ალბათ საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს აქტიური ნივთიერება. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ჰორმონის ანალოგი, რომელიც გამომუშავდება ნაწლავებში. ამ ტიპის ჰორმონების მთელს ასე ვთქვათ ჯგუფს ქვია ინკრეტინები. თუ რაღაც მიზეზის და გამო დაირღვა ბუნებრივად ამ ინკრეტინების გავლენა თავის ტვინზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ამის საპასუხოდ შემდეგ გარედან ამ მედიკამენტების მიღებამ შეიძლება კარგი ეფექტი იქონიოს სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში. ალბათ დავაკონკრეტოთ, როგორი ტიპის ჭარბწონიან ადამიანებზე არის საუბარი. აი მარტივად რო ვთქვათ, რამდენი კილოთი მეტი ჭარბი წონა უნდა გქონდეს, რომ იყოს დანიშნული, ვთქვათ, ოზემპიკი ან მუნჯარო და სხვადასხვა სახელებით გვხვდება, მე მგონი, ეს პრეპარატები. ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ ყველაზე ხშირად რაც კი მსმენია და ყოველდღე მისვავს ჩემი პაციენტები ამ კითხვას. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, ვის ჭირდება სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება, ამის გადაწყვეტილება არ ხდება არც რამდენი კილოგრამით მეტი ვარ ჩემს სასურველ წონაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის სასურველი. არც იმის მიხედვით ბოლო ერთ წელიწადში რამდენი მოვიმატე და არც სუბიექტურად დამოუკიდებლად ექიმის გარეშე. აქ ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელშიც მინიმუმ არის პაციენტი და ენდოკრინოლოგი, სასურველია დამატებით კიდე სპეციალისტები და ერთობლივად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ამ ადამიანთან, ამ პაციენტთან არის თუ არა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მის შემთხვევაში ჭარბა გაცემონებამ, ეს იქნება ვისცერალური ცხიმი, ეს იქნება სხვადასხვა პათოლოგიები, როგორიცაა მაგალითად დისლიპიდემია, მომატებული ქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა და ასე შემდეგ. გაცემონებული ღვიძლი ალბათ უკვე ორგანოები, ხო? რა თქმა უნდა. და როგორ ფიქრობ, ადამიანებს, თქვათ, ვისაც უფრო არ ითვლება, რომ აქვს ჭარბი წონა, უბრალოდ როგორც ახსენე, თავად თვლის, რომ ცოტათი მოიმატა და ვთქვათ, მისი სასურველი წონა აღარ არის, რა წონაც აქვს. ამ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობს, დაგინიშნავთ თუ არა პრეპარატი იმისთვის, რომ ვთქვათ, დაეკლო ადამიანს 10 კილო, რომელსაც წვალობს და ვეღარ ერება. ჩემთან როდესაც მოდის პაციენტი, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის დიაგნოსტიკა, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ, რომ შევაფასოთ ეს ადამიანი რას ებრძვის. არის თუ არა დაავადება სიმსუქნე, თუ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. შემდეგ უკვე აბსოლუტურად პერსონალიზირებულად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თანამედროვე მედიცინა არის პერსონალიზირებული მედიცინა. ანუ ინდივიდუალურად. აუცილებლად. 100%. ჩვენ თუ ლაპარაკობთ გაიდლაინზე, გაიდლაინი არის ყველა ექიმისთვის, ასე ვთქვათ, წამყვანი დოკუმენტი, რომელთაც ხელმძღვანელობთ, მაგრამ ნიშნულოვანია ყველა პაციენტს, ყველა ადამიანს ამ იმის უფლება, რომ მისთვის მორგებულად მიიღოს ექიმა გადაწყვეტილება, რა იმუშავებს მასზე. თუ ლაპარაკობთ იმაზე, რამდენად უპრიანია მედიკამენტების გამოყენება ექიმის გარეშე, პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად არავითარ შემთხვევაში. გასაგებია. ხო? ჩვენ ხო არ ვღებულობთ სხვადასხვა ჰორმონებს, სხვადასხვა წამლებს, ისე რომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ექიმის გარეშე. ეს არის აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დანიშნული ექიმის მიერ.
ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს საქართველოში ბევრი ადამიანი ექიმის დანიშნულების გარეშე თვითნებურად იყენებს ამ პრეპარატებს გახდომის მიზნით. მადას გიკარგავს და ვთქვათ, აღარ გაქვს ტკბილის მოთხოვნილება, გემრიელის საკვების მოთხოვნილება და ალბათ ეს არის რამაც განაპირობა ესეთი პოპულარობა ამ პრეპარატის. ჩვენ ადამიანები თაკო შექმნილი ვართ იმისთვის, რომ გქონდეს საკვებზე მოთხოვნილება, გქონდეს ტკბილზე, გემრიელ საჭმელზე მოთხოვნილება და საერთოდაც ვტკბებოდეთ ცხოვრებით. ასე რომ წამყვანი ყოველთვის არის ის, ვის ჭირდება მედიკამენტი. დიაგნოსტიკა. ჩვენ გვაქვს ფრეიმვორკი, ჩვენ გვაქვს ახალი გაიდლაინი. მე ვარ ადამიანი, მე ვარ ექიმი, რომელიც ხელმძღვანელობ მარტო გაიდლაინით. მე მყავს ძალიან ბევრი პაციენტი, რომელიც მოიხმარს GLP-1 აგონისტს, რომელიც არის ჩემი მიერ დანიშნული. მყავს პაციენტები, რომლებიც იმ დროის მანძილზე, როდესაც მოიხმარდნენ GLP-1 აგონისტს, მოიკლეს წონა და შემდეგ აღარ მოიმატეს შეჩერების შემდეგ, არიან ადამიანები, ვინც გაკეთების მანძილზე მოიმატა 17 კილოგრამი, არიან ადამიანები, ვისთანაც ეს მედიკამენტი ყოველთვის რჩება ხანგრძლივად დანიშნული. ნახე, ესეთ რაღაცას გეტყვი, ეხლა თუ მოვიდა პაციენტი და მეუბნება, ბოლო 10 წელია ვებრძვი სიმსუქნეს. რა არის ეს სიმსუქნე, რამდენი კილო არის? აი, მაყურებლისთვის შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური? ჩემი და შენ შემთხვევაშიც კი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი სხვაობა ჩვენს წონაშორის არ იყოს, ეს იქნება განსხვავებული მაჩვენებელი. წონა სასწორზე არ არის ჩვენი ორიენტირი. რა თქმა უნდა. ჩვენი ორიენტირი არის, როგორი არის გაცხიმოვნება. იმიტომ რომ სიმსუქნის სადიაგნოსტიკო ნიშნული აღარ არის BMI, სადაც წონას და სიმაღლეს ვითვლით. მისი სადიაგნოსტიკო ეს არის ექიმთან ჩატარებული კვლევები, რომლის ნიადაგზეც ვამჟღავნებთ, არის თუ არა ქრონიკული სხვადასხვა პათოლოგიებით ამხვედრი სიმსუქნის და ეს არის გაცხიმოვნების შეფასება. დისფუნქციური ცხიმოვანი ქსოვილი. მოდი ავხსნათ რა არის BMI. BMI ეს არის სხეულის მასის ინდექსი. რომელიც ამ დრომდე გამოიყენებოდა როგორც მთავარი სადიაგნოსტიკო ნიშნული ფორმულა, რომლითაც ვაფასებდით, აქვს თუ არა ადამიანს ჭარბი წონა, ან აქვს თუ არა სიმსუქნე. და ძალიან მინდა ერთ რაღაცას ხაზი გაუსვა, რასაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვცდილობ, რომ ჩემს პრაქტიკაში და ჩემს კაბინეტში დავნერგო. ეხა გეტყვი რას. ჩვენ აღარ ვამბობთ ჭარბწონიანი ადამიანი, ჩვენ აღარ ვამბობთ მსუქანი ადამიანი. ეს უნდა დამთავრდეს. ადამიანი სიმსუქნით, დაავადება სიმსუქნით, ადამიანი ჭარბი წონით. გასაგებია. იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში არაეთიკური, სტიგმატიზირებადი ენა და თვითონ პაციენტისთვის ეს ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მტკივნეული და ესეც უნდა იყოს აბსოლუტურად ვალიდურია რომ ესე. კი ბატონო. აქვს თუ არა ოზემპიქს მომნელებელ სისტემაზე ცუდი გავლენა? ანუ აი კერძოდ მე გამიგია რომ, მაგრამ დამტკიცებული მგონი არ არის რომ კეთილ ბაქტერიებს, ანუ კარგ ბაქტერიებს კლავს. ძალიან საინტერესო ურთიერთობა არის ურთიერთობა სიმსუქნესა და მიკრობიოტას, ანუ ჩვენ მიკროფლორას შორის. თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი ამ დომინოს ეფექტში, რომელია პირველი კენჭი. საიდან იწყება ყველაფერი, ეს არის კვება. კვებითი ჩვევები განაპირობებს იმას, რომ ირღვევა მიკრობიოტის ბალანსი, ასე ვთქვათ, პატარა სამყარო, რომელიც არის ჩვენს ნაწლავებში. დარღვეული მიკრობიოტა განაპირობებს შემდეგ წონის მატების აჩქარებას, სიმსუქნის როგორც დაავადების უფრო მანიფესტირებას და ასე შემდეგ. და მერე უკვე, როდესაც ირთვება მედიკამენტები, GLP-1 აგონისტები მაგალითად და გვაქვს გვერდითი მოვლენები, ხშირად პაციენტები ამბობენ, აი ეს მედიკამენტი რო დავიწყე, დამერღვა მიკროფლორა. მიკრობიოტა იყო დარღვეული უკვე. ამ მედიკამენტის დაწყებით შემოვიდა სცენაზე გვერდითი მოვლენები. ეს არის რა გვერდითი მოვლენები? ხო, აი რომელი გვერდითი მოვლენები? ეს არის გულისრევის შეგრძნება, ეს არის ფაღარათის და ყაბზობის მონაცვლეობა. ეს არის დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, მეტეორიზმის შებერილობა ასე შემდეგ. ისე როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, ეს გვერდითი მოვლენები არის პირობითი. ვიღაცასთან მწვავედ ვითარდება, ვიღაცასთან გარდამავალია, ვიღაცასთან საერთოდად ვითარდება.
ის თუ რამდენად მწვავედ იქნება ეს გამოვლენილი, ეს არის სრულად დამოკიდებული თქვენი ენდოკრინოლოგის მიდგომაზე. მართვა როგორი უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ აი სწორედ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ნუტრიცია, კვება რომელიც იქნება ამ პაციენტზე მორგებული და არა შაბლონური და პლუს ამას თუ ხედავთ რომ კონკრეტულად ამ მედიკამენტზე შენახსენე რომ გვაქვს ოზემპიკი, ზიბაუნდი, მუნჯარო, ვეგოვი, საქსენ და ასე შემდეგ, ხო? უნდა ავირჩიოთ კონკრეტულად ის, რომელიც ყველაზე ნაკლებ გვერდით მოვლენას გამოიწვევს. და რა განსხვავება არის ოზემპიქს და ვთქვათ მუნჯაროს და ვეღარ ვიმახსოვრებ ამ სხვადასხვა სახელებს შორის? ოზემპიკი ეს არის სემაგლუტიდი, ანუ GLP-1 აგონისტი, მაგალითად ვეგოვიც არის GLP-1 აგონისტი, მუნჯარო ეს არის მედიკამენტი, რომელიც რამოდენიმე ინკრეტინს მოიაზრებს. ეს ფორმულირებები აბსოლუტურად ამით თავი არ უნდა დაიღალოს ადამიანმა, რომელსაც ჭირდება მედიკამენტი. ამით თავს ვიღლით ჩვენ, ექიმები, ყოველდღიურად თან ახლდება ეს ინფორმაცია. ის რაც 2014 წელს მიიღო მტკიცებულება FDA-დან, ანუ Food and Drug Organization-ი, რაც არის ამერიკის, ის შემდეგ უფრო გაფართოვდა, აბსოლუტურად სხვა სახე მიიღო, ახალი მედიკამენტები შემოდის სცენაზე, იხვეწება, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა, რა ჯობია, რა გავაკეთოთ. გასაგებია. და რა ხდება მეტაბოლიზმთან, მას შემდეგ რაც ადამიანი წყვეტს ოზემპიკის გამოყენებას, ახსენე შენ, რომ შეიძლება ორნაირი შემთხვევაა, ხო, დაბრუნდეს წონა და ვიღაცამ ისე მოიმატოს ან მეტი, ან ვიღაცამ შეინარჩუნოს. ესე იგი, როდესაც საუბრობთ GLP-1 აგონისტები უნდა გამოვიყენოთ მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი პასუხი არის გაჩნია ვისთან. ანუ განსხვავდება ადამიანები, განსხვავდება მათი ასე ვთქვათ, ჩვენება. ჩვენ, როდესაც კითხვა მდგომარეობს შემდეგში, მე არა მაქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მაგრამ მაქვს სიმსუქნე. ამ შემთხვევაშიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო GLP-1 აგონისტი, ან საერთოდ უნდა მივიღო თუ არა, ხო? ჩემი პასუხი არის ყოველთვის. პაციენტები, რომლებთანაც ჯერ არა გვაქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში როგორ ხდება? შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დაავადებული ადამიანების 80% აქვს სიმსუქნე. და იმას, ვისაც აქვს სიმსუქნე, დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი მომდევნო 5 წლის მანძილზე. ამიტომ აი ესე რადიკალურად მეტაბოლური პათოლოგიების გამიჯვნა ამ ორის კონკრეტულად თითქმის შეუძლებელია. ეს არის მეტაბოლური დისბალანსის სხვადასხვა სტადიები და ხშირად არის თანხვედრილი. შესაბამისად, ყველა პაციენტთან უნდა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა. ადამიანი თვლის, რომ მას აქვს მხოლოდ სიმსუქნე, არ აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. შევაფასეთ? ვიცით ნამდვილად? ან პირიქით გონია და არ გონია, რომ არის ჭარბი გაცხიმოვნება. ეს ძალიან მულტიკომპლექსური საკითხია. ჩემი გადმოსახედიდან წონა დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი ისევ იგივე კვების პატერნს დაუბრუნდება, რასაც ვთქვათ პრეპარატის გამოყენებამდე ასე ვთქვათ, ჩვევა ქონდა. აბსოლუტურად სწორია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით, რომ გრძელვადიანად უნდა მივიღოთ GLP-1 აგონისტები თუ მოკლევადიანად, გააჩნია პაციენტს, გააჩნია ვიზი არის ლაპარაკი, თუ არის პაციენტი, როგორც მე ვახსენე, რომელიც სიმსუქნესთან ბრძოლას აგებს. აქვს ბევრი სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მე ამ პაციენტთან ამ მედიკამენტს არ მოხსნი. ისე როგორც ადამიანთან, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა, მას არ ვეტყვი 2-3 წლის მერე, რომ მოდი ახლა ჩვენ ეს წნევის წამალი აღარ მივიღოთ და შენ მაქსიმალურად მოინდომე, რომ წნევა არ აგიწიოს, ხო? აი იგივე სიტუაცია, ვისაც აქვს ძალიან ბევრი ფაქტორი, რის გამოც ამ ბრძოლას აგებს, მათთან ქრონიკულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს რჩება. გასაგებია. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს არის, ასე ვთქვათ, კარგი საშუალება მოიგონ დრო. ანუ სანამ ისინი ჯდებიან რეჟიმში, რაღაცნაირად სწავლობენ თავის ორგანიზმს, ექიმთან ერთად ცდილობენ იმ ფაქტორების გასწორებას, რომელმაც გამოიწვია ჭარბი წონა, რომელმაც გამოიწვია სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება, ყველა რაც ჩამოთვალე ესენი არის სამივე შექცევადი, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ არის განაჩენი, აბსოლუტურად სრული განკურნება
შეიძლება სამივე მდგომარეობიდან. თუ აი ამ მდგომარეობების გასწორების ფონზე ჩვენ შემდეგ შევაფასებთ, რამდენად გასწორდა მეტაბოლიზმი, ხო? ძალიან საინტერესოა და ჩვენც ვსაუბრობდით ამაზე, რომ რა განაპირობებს გენეტიკის და ეპიგენეტიკის გარდა ჩვენი წონის მატებას, ხო? ეპიგენეტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გენეტიკაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აი ეპიგენეტიკა აკეთებს ჩვენი გენების როგორც ნათურის ანთებას ან ჩაქრობას, ანუ რომელი გააქტიურდეს, რომელი არა. მაგრამ დამატებით კიდე საქმე ეს არის ჰომეოსტაზი, ანუ ჩვენი შინაგანი რეგულაცია, ხო? მაგალითად, მე გუში მჭამე 2000 კალორია, დღეს მივირთვი 2500. ხვალ მივირთმე 1500. არასტაბილურია კვება. მიუხედავად ამისა, მე ყოველ დღეს სხვადასხვა წონა არ ვიღვიძებ. ან შეიძლება იყოს მინიმალური სხვაობა. აი ესე რო არ დახვტოდეს ადამიანის წონა და სტაბილური იყოს, აი ამას ქვია შინაგანი ჰომეოსტაზი. და აი ამ ჰომეოსტაზს განაპირობებს სამი ფაქტორი. პირველი ეს არის მოსვენების მეტაბოლიზმი, ანუ ეს შინაგანი თერმოსტატი, რითი არის განპირობებული. ეს არის პირველი მოსვენების მეტაბოლიზმი, როდესაც მე ვზივარ საღამოს ტელევიზორთან, აბსოლუტურად დაღლილი, არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვზივარ. აი რასაც ვწავ, ეს არის მოსვენების მეტაბოლიზმი, ხო? მეორე, ეს არის აქტიური წვა, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ ეხა 40 წუთი უნდა ვიარო ქუჩაში, რაღაცები ვათვალიერო. და მესამე, ეს არის საკვებისმიერი თვითონ მეტაბოლური აქტივობა და აი ამაზე მინდა ძალიან ესეთი დაწვრილებითი კომენტარი გავაკეთო. საინტერესოა. კალორიას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არის ბევრი მაგრამ. თუ არის ადამიანი, რომელმაც მიირთვა 500 კალორია fast food menu. და არის მეორე ადამიანი, ან იგივე ადამიანი მეორე დღეს და მიირთვა 500 კალორია ვთქვათ 4-5 ცალი მწვადი თავის გარნირთან და ბოსტნეული სალატთან ერთად და ორივე კალორიში ერთ და იგივეა. ამ მენიუს მონელებას თვითონ ჭირდება კალორიაში. შესაბამისად, ჩვენ რას მივირთმევთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ბოდიში, ესე იგი, მწვადის შემთხვევაში იწვება კალორიები მონელების დროს. თვითონ ჭირდება აქტიური ენერგია იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა ეს საკვები გადაამუშავოს. და fast food-ის შემთხვევაში არ ჭირდება. ფაქტიურად არ არის. იმიტომ რომ ის მარტივად ნელდება და არ ხარჯავს ენერგიას. საკვები. აი მაგალითად, ეხლა ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევაზე მუშაობ, სადაც ჩვენ ვსწავლობთ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა სიმსუქნის და ჭარბი წონის განვითარებაზე, გარდა კალორაჟისა და გარდა იმ ფაქტორებისა, რაც ჩამოვთვალეთ. და ჩემი მთავარი ასე ვთქვათ, ინტერესის საგანი ეს არის პროცესირებული, ულტრაპროცესირებული საკვები. იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში კოლოსალურ პროცესირებას გადის პროდუქტი. ეს აღარ არის უბრალოდ დაკეპილი ხორცი, ფარში და უბრალოდ რაღაც პროცესირებული სხვა პროდუქტი, ხო? ეს არის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე პროცესირება, რაც ძენს პროდუქტს ხანგრძლივ ვარგისობას, ხო? და ალბათ დანამატებიც, ხო? თუნდაც. აი მაგალითად ეხა როდესაც არის რაღაც, არ ვიცი მე, საბავშვო ხლოპია, რომელსაც ვარგისიანობა აქვს 5 წელი. ხო, ნუ წარმოუდგენელია. წარმოუდგენია და რა დონის პროცესირებას გადის ეს პროდუქტი? ძალიან ბევრი ნივთიერებები წარმოიქმნება ამ პროცესირების მანძილზე, რასაც ჩვენ ახლა აქტიურად ვსწავლობთ. რა საინტერესო. და მყავს ძალიან საინტერესო კოლაბორატორი, ვინც არის აი ამ თვითონ იდეის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიუ-იორკში, Mount Hayes Hospital-ში, პროფესორი ურიბარი, რომელიც ასე ვთქვათ გვაძლევს guidance-ს და განვიხილოთ შემდეგზე აუცილებლად ეს თემები. როგორც ვიცი, ოზემპიკის გამოყენებისას ამბობენ, რომ ცხიმთან ერთად კუნთის მასაც მიდის, ასე ვთქვათ. კლებულობს. ეს არის თუ არა და როგორ შეიძლება ამის პრევენცია? ჩვენ როდესაც წონაში ვიკლებთ, ძირითადად ჩვენ ორიენტირებული ვართ სასწორზე, წონის კლების დროს. სასწორზე დავდექი, წონა მოვიკელე 5 კილოგრამი, რის ხარჯზე მოვიკელე 5 კილოგრამი. ეს უკვე დიდად საინტერესო არ არის. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომელიც წონის კლების შემდეგაც აღნიშნავს, მე მაინც არ მომწონს ჩემი ვიზუალი. ფაქტიურად შეუძლებელია სწრაფი წონის კლება კუნთის კარგვის ხარისხზე. გარეშე. ეს იქნება GLP-1 აგონისტის ნებისმიერი კომბინაცია თუ ეს იქნება უბრალოდ რაღაც ცხოვრების წესის მოდიფიკაციის შედეგად, წონის კლება სწრაფი და ხშირ შემთხვევაში ნელიც წარმოუდგენელია რაღაც პროცენტით კუნთის კარგვის გარეშე.
ძალიან ცნობილი კვლევა არის STEP1, რომლის შედეგებაც აჩვენა, რომ აი ამ სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით წონის კლების დროს და პროცენტი არის საკმაოდ მაღალი წონის კლების, დაახლოებით მოკლებული კილოგრამების 40% არის კუნთის კარგვის ხარჯზე. მაგრამ მე თუ მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალი სხეულის წონა აქვს, რომელთანაც გვაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლისთვის საშიში გართულების განვითარების რისკი. ჩემ შემთხვევაში სარგებელი გადაწონის კუნთის რაღაც დოზით კარგვის, ასე ვთქვათ, ეფექტს. ყველა ვარიანტში გადაწონის. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კუნთის მასა არ წავიდეს წონის კლების დროს? რაღაც დოზით. ყველა ვარიანტში წავა, განსაკუთრებით ეს დამოკიდებულია ასაკზე და კვებაზე. თქვენ ექიმთან ერთად, ენდოკრინოლოგთან, ნუტრიციოლოგთან ერთად უნდა შეფასდეს პერსონალიზირებული კვებითი რაციონი თქვენი სხეულის და ანამნეზის და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ცილა, რა უნდა ვიკვებო, როგორ უნდა გავაკეთო. ეს უნდა იყოს პაციენტზე მორგებული. მე რა მიმაჩნია სწორად არა. იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ რა არის საუკეთესო დიეტა პლანეტაზე, საუკეთესო დიეტა არის ის, რომელიც პაციენტმა შეუძლია რომ დაიცვას. ჩემი დაწერილი, გაწიკწიკებული, იდეალური, guideline based, evidence based ეს არავის არ აინტერესებს. თუ პაციენტს არ შეუძლია მისი დაცვა. შესაბამისად, კვებას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ფიზიკურ აქტივობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჰორმონალურად აქტიური იყოს კუნთური მასა, იყოს ცოცხალი და რა თქმა უნდა ეს ხელს შეუშლის მის კარგვას. რაღაც დოზით ყველა ვარიანტში დაიკარგება კუნთი, ექიმთან ერთად ამას ხელი უნდა შეუშალოთ. თუ ადამიანი დარბაზში ვარჯიშობს აქტიურად წონებით, რა თქმა უნდა ეს ხელის შემწყობი იქნება, რომ კუნთის მასა არ დაკარგოს, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონის კლების დროს იმისთვის, რომ კუნთური მასა არ დაიკარგოს, რა თქმა უნდა, როგორ ვარჯიშობს, როგორ იკვებება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასაკს, იმიტომ რომ თუ არის მენოპაუზაში მყოფი ქალი ან პერიმენოპაუზაში, მათთან რა თქმა უნდა, კუნთის კლების სიჩქარე იქნება გაცილებით მაღალი. და ამ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობის გეგმა, კვების გეგმა ენდოკრინოლოგისგან იქნება აბსოლუტურად მორგებული მასზე. თუ ლაპარაკობთ აბსოლუტურად ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანზე, მათთვის როგორ გეგმასაც შეადგენს ფიზიკური აქტივობისას შესაბამისი პროფესიის ადამიანები, ეს იქნება რა თქმა უნდა უპრიანი. ჩვენი მხრიდან სამედიცინო კუთხით გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ეს პროცესი იყოს გაცილებით უმტკივნეულო და კუნთის მასა არ დაიკარგოს. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, როდესაც აქვს ადამიანს დასაკლები 5 კილო არის თუ არა შესაძლებელი მუნჯაროს ან ოზემპიკის დანიშვნა ექიმთან კოორდინაციაში. თუ თქვენ მიხვედით კონსულტაციად, მოდი ესე ვთქვათ. ჩემთან მოვიდა პაციენტი კონსულტაციაზე და მეუბნება, რომ მე მინდა მოვიკლო 5 კილოგრამი. მე მინდას ყოველთვის ემატება ის, რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რამდენად ეს სჭირდება შენს ორგანიზმს. რა არის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის? რა გზით შეიძლება ამის გაკეთება? რომელი იქნება საუკეთესო მეთოდი ამის შესამუშავებლად, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ხდება გუნდურად. ყოველთვის პაციენტიც იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა მე ვეუბნები რა არის საუკეთესო მისი ჯანმრთელობისთვის და არავითარ შემთხვევაში არ იქნება დანიშნული არაფერი, რაც იქნება მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო. დამოუკიდებლად აქტიური მედიკამენტების მიღება, რომელიც არის დანიშნული და დამტკიცებული კონკრეტულ დაავადებებზე, ამ შემთხვევაში სიმსუქნეზე და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე, მათი მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არის დაუშვებელი. ისე როგორც აბსოლუტურად ყველა მედიკამენტის, რა თქმა უნდა. გასაგებია. რატომ არის წონის კლება ასეთი რთული და განსაკუთრებით ზოგი ადამიანისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რატომ ვიმატებთ წონაში. შესაბამისად, თუ მიზეზს პოულობთ, რატომ ვიმატებ წონაში, მივხვდებით წონის კლებაც რატო არის ჩემთვის პრობლემური. წამყვანი არის გენეტიკა,
გენეტიკური ფაქტორები, რომელიც განაპირობებს ჩვენს ორგანიზმში, რა გენები იქნება გააქტიურებული, რა იქნება პირიქით, ეპიგენეტიკური განწყობა, რა სოციუმში ვცხოვრობთ, როგორ ვიკვებებით და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ასაკი, რა დაავადებებით ვიყავით დაავადებული ბავშვობაში, შემდეგ როგორ ვცხოვრობდით, როგორია ჩვენი სტრესის მდგომარეობა სამსახურში, რომელ საათზე ვიღვიძებთ, რომელზე ვიძინებთ. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია კონსულტაცია. სტრესის მდგომარეობა უფრო ალბათ ემოციურ ჭამასთან არის, ხო, კავშირში. შეიძლება განსხვავდებოდეს, ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა რა თქმა უნდა, სტრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რატო არის ქალების შემთხვევაში უფრო რთული წონის კლება, ვიდრე კაცების შემთხვევაში? სხვათა შორის ამ GLP-1 მედიკამენტებზე აჩვენა კვლევებმა, რომ ქალების შემთხვევაში ქალები უფრო დიდხანს რჩებიან ამ მედიკამენტზე, ვიდრე მამაკაცები. არ ვიცი ეს კონკრეტულად რითი არის განპირობებული, კვლევის შედეგების, ანუ კვლევის მიზანი ეს არ იყო მიზეზის გამოკვლევა, თუმცა ფაქტი არის, რომ ქალები უფრო დიდხანს რჩებიან, იმიტომ რომ ქალების შემთხვევაში მეტაბოლიზმს უფრო მეტი ფლუქტუაცია ახასიათებს ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ბევრი გარდამავალი პერიოდი გვაქვს, ეს არის სქესობრივი მომწიფების, შემდეგ ორსულობის, შემდეგ პერიმენოპაუზის, მენოპაუზის და ასე შემდეგ. და ეს ჰორმონალური, ასე ვთქვათ, ფლუქტუაციები ჩვენ წონაზეც ხშირად აისახება ხოლმე. ამიტომ ქალების შემთხვევაში GLP-1 მედიკამენტებს აბსოლუტურად სხვა ადგილი უჭირავთ და არის ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადება, რასთანაც არის, ასე ვთქვათ, კავშირი. GLP ჰორმონის ხელოვნურად დათრგუნვა. იწვევს თუ არა შემდეგ მადის უფრო მეტად მატებას პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც ინიშნება GLP-1 აგონისტი, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ბრუნდება თუ არა იგივე მადა და იგივე წონა, უმეტესწილად პასუხი არის კი. იმიტომ რომ თუ ადამიანი არ იცვლის კვებით ჩვევებს, თუ ეს მედიკამენტი დანიშნული და მიღებული იქნა თვითნებურად ექიმის გარეშე და უბრალოდ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც რაღაც დოზით ამ მედიკამენტმა მადა დადგუნა, წონაც წავიდა, მაგრამ თუ ექიმი არ ჩაერია, რა თქმა უნდა, ის ფაქტორები, რაც იყო თანხლები ამ მდგომარეობის, არ გასწორდა. კვება არ იყო ბალანსირებული და არ იყო რაციონალური, უპრიანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება. ეს არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც ეხა რაღაც მოკლევადაში გამოვიყენებთ და ყველა პრობლემა მოგვარდება. მაგრამ მომხმარებელი თუ ბალანსირებულ კვებაზეა და იცავს ყველანაირ წესს, სავარაუდოდ მადა არ დაუბრუნდება. რაც მანამდე მქონდა. მადა არის ჯანმრთელი ადამიანის აუცილებელი მახასიათებელი. ჩვენ ყველას უნდა გქონდეს მადა იმისთვის, რომ ვიკვებოთ, ჩვენი მადა გვეუბნება რა გვჭირდება, რა პროდუქტი უნდა მივიღოთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ იყო კვებითი ჩვევა, რომელიც არ შეესაბამებოდა ჯანსაღ ცხოვრების წესს, ამ შემთხვევაში ამის გასწორებას, რა თქმა უნდა, გჭირდება გრძელი პერიოდი, მედიკამენტმა რომ იმოქმედოს და ეს არის მრავალმხრივი მოქმედება, იგივე როგორც ჩვენ თქვი, ღვიძლის გაცხემოვნებიდან დაწყებული თავის ტვინის ცენტრზე და საჭმლის მონელებელ ტრაქტზე, ამასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. გადაწყვეტა წინასწარ ვისთან რა პერიოდით შეიძლება ეს დაინიშნოს, ან ვისთან რა პერიოდის შემდეგ უნდა მოიხსნას, არის აბსოლუტურად პერსონალიზირებული, ინდივიდუალური. ორი ერთნაირი პაციენტი არ მყავს. ყველასთან არის აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომა, ყველასთან არის აბსოლუტურად სხვადასხვა ეფექტი, შედეგი, დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ უსმენთ ჩვენ პაციენტებს და რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ მათთვის ძალიან მარტივი იყოს დაავადება სიმსუქნის დამარცხება. ახსენეთ ბალანსირებული კვების უნარჩვევის შეძენა. რამდენი ხანი ჭირდება ამ უნარჩვევის შეძენას? იცით რა არის ბალანსირებული კვების გათავისებას და ცხოვრების წესად მორგებას, რა თქმა უნდა, ჭირდება ძალიან დიდი პერიოდი. დიდი პერიოდში უმეტესწილად გულისხმობ მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს ანიშნავს იმას, რომ მე მთელი ცხოვრება თავი უნდა შევიკავო და რაღაც უგემური საკვებით უნდა ვიკვებო. აბსოლუტურად არა.
კვება უნდა იყოს ისეთი, რომ ეს იყოს შენარჩუნებადი დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ ყველას გვაქვს დღეები, როდესაც მე მივდივარ სადღაც დასასვენებლად, მაქვს ქორწილი, დაბადების დღე, ჩემი შვილი გახდა 10 წლის და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე არ მივდივარ იქ ჩემი კონტეინერით, რომელშიც არის უმარილო და უგემური საჭმელი. ეს დროება დამთავრდა. თანამედროვე მიდგომა პაციენტების მიმართ არის აბსოლუტურად სხვა. პერსონალიზირებული ინდივიდუალური მედიცინა, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებლად არის evidence based და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ექიმი, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანისთვის იყოს მისი გუნდის წევრი ამ დაავადებასთან ბრძოლაში. და ისიც აღნიშნავს, რომ ჯანსაღი კვება უგემური და უმარილო არ არის დღესდღეობით. ჩემი მომზადებული საჭმელი ძალიანაც გემრიელი და ჯანსაღია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემზე. GLP ჰორმონის ხელოვნურად დათრგუნვისას ბრუნდება თუ არა craving-ები? თუ ბალანსირებულ კვებას იცავ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ექიმმა დაგინიშნა ეს პრეპარატი და ბალანსირებული კვება? Craving-ი ქართულად უბრალოდ ვერ გადავთარგმნე დიდი ხანი, ანუ ეს არის რაღაც ლტოლვა რაღაცის მიმართ, ანუ ძლიერი სურვილი, წადილი, მაგრამ არ მინდოდა ინგლისური სიტყვების ხმარება, მაგრამ ვერ ვთარგმნი და ამიტომ დავუძახოთ craving. ვიფიქრო ამაზე, რომ რა შეიძლება იყოს craving-ის ქართული შესატყვისი სიტყვა. პაციენტები უმეტესწილად მეკითხებიან, რომ მე მაქვს ძირითადად მოთხოვნა ტკბილეულზე. მე მინდა რომ სულ ტკბილეული ვჭამო. რა გავაკეთო? ადამიანები არიან, რომელიც ტკბილს საერთოდ არ ჭამენ. მე მაქვს მოთხოვნა ტკბილეულის მიღებაზე. ექნება თუ არა სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტს ამ მოთხოვნაზე კონკრეტულად გავლენა, უმეტესწილად კი. იმიტომ რომ ადამიანი ამ ჩვევას ტოვებს არა მარტო კონკრეტული მედიკამენტის მოქმედების ქვეშ, არამედ ამ კომპლექსური მიდგომის ქვეშ, რომელიც მოიაზრებს როგორც სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ისე ცხოვრების წესის ცვლილებას და ექიმთან ერთად სხვადასხვა ჰორმონალურ დისბალანსზე მუშაობის ქვეშ, ხომ? არიან პაციენტები, რომლებიც საერთოდ არ ღებულობენ GLP-1 აგონისტს. არა მაქვს დანიშნული ეს მედიკამენტი, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მუშაობთ სხვა გზით და აბსოლუტურად ისინი აღწერენ, რომ მე ახლა მაქვს სრული კონტროლი ჩემს კვებაზე. მე შეიძლება გადავწყვიტო, რომ დღეს მინდა ნაყინის ჭამა, მაგრამ ეს იქნება ჩემი კონტროლის ქვეშ. მე არა ვარ უკვე ჩემი რაღაც შეპყრობილი. გასაგები ეს ალბათ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ბალანსირებული კვება ექიმის მიერ დანიშნული რჩევები არის გათვალისწინებული და უკვე აღარ ბრუნდება ეს craving-ები. რა craving-ები არის თქო შენ კონკრეტულად გამოგისმენია? მე ალბათ პირადად ჩემი საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ შაქრის craving-ი ძირითადად ცომმაციცის ოღონდ ვთქვათ მჟავე ცომზე დამზადებულმა პურმა არა. უფრო ალბათ თეთრი გადამუშავებული ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი, რომელსაც ვთქვათ გლუტენი ძალიან აქტიური აქვს და ასევე შაქრებად გარდაიქმნება და მე მქონდა ამ ორი პროდუქტისადმი სასწაული craving-ები წლების წინ. მაგრამ გამოიყურები ფანტასტიურად. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება გვინდოდეს რაღაც პროდუქტი, რაღაც მიდრეკილი ვიყოთ მისი მოხმარებისკენ, ან ჩვევაში გქონდეს უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახში, სადაც გავიზარდეთ, იქაც როგორი ცევა იყო კვების, რას ამზადებდა დედა ყველაზე ხშირად, მამას რა მქონდა საღამოს და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანები მოწყობილი ვართ ისე, რომ გვიყვარს ნახშირწყალი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ჩვენ twins უყვარს ნახშირწყალი. ამიტომ აბსოლუტურად რაღაც დემონიზაცია რომელიმე პროდუქტის ეს ჩემს ინტერესში არასოდეს არ შედის. ანუ დემონიზებას არ უკეთებ არანაირ პროდუქტს. გეტყვი რას უკეთებ დემონიზირებას. ეს არის ტკბილი გაზიანი სასმელები. უმეტესწილად მიმაჩნია, რომ შაქრის მაჩვენებელი აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დემონიზაციას ალბათ კიდე უკეთებ პროცესირებული საკვების ჭარბად მოხმარებას. დემონიზაციას უკეთებ შაქარს, რომელიც არ არის ბუნებრივი და მე ვთვლი, რომ შაქრის მოხმარება ჩვენ ადამიანებს აბსოლუტურად არ გვჭირდება. რაფინირებულ შაქარზეა საუბარი. დიახ. და ყავისფერ და რაფინირებულ შაქარს შორის რა სხვაობა არის? არავითარი.
ჩვენ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს, საიდან შეიძლება მივიღოთ ბუნებრივი გლუკოზა, ხო? ეს მით უმეტეს ახლა არის ფანტასტიკური სეზონი, ამდენი ხილი გვაქვს, ამდენი ყველაფერია. ძალიან ბევრი საშუალება არის, როგორ გავაგემრიოლოთ და მესმის, რომ არიან ადამიანები, რომელსაც უყვარს რაღაც ცოტათი ტკბილეულის მიღება. ამის გაკეთება შეიძლება და ბევრი ასე ვთქვათ манипуляციური ისინი მაქვს, საიდუმლოებები, რითაც შეიძლება რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ შაქრის მიღება ხელოვნურად დამატება საკვებში ჩემთვის არის აბსოლუტურად არასაჭირო მცნება. გეთანხმები, ჩემთვის შაქარი საერთოდ აღარ მაქვს სახში. არ გამოვიყენებთ. 1000 ერთხელ ხარ რაღაცას თუ გამოვაცხობთ, რა თქმა უნდა. ნამცხრებს ძირითადად, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ვაცხობდი და ეხა ნაკლებად, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, მიყვარდა ძალიან ცომეული, ტკბილეული და პრინციპში ეხა სრულად ამოღებული. მაქვს ძალიან იშვიათად. რის გამოც გადაწყვეტო რა? 37-ის რო გავხდი, მქონდა დაღლილობის შეგრძნება. უკვე რომ მივხვდი რომ კოგნიტურ უნარში ხელს მიშლის, ოღონ არ ვიცოდი კონკრეტულად რა, მე ნუტრიციოლოგია ვისწავლე და გავეცი პასუხი ძალიან ბევრ რაღაცას, რომ ჭარბად მოვიხმარდი ნახშირწყლებს, რომლებიც იყო ძირითადად გადამუშავებული ან ფქვილისგან, ან შაქრისგან და ყველა საკვებს, ოღონ ხილი და ბოსტნეული სულ ძალიან მიყვარდა. მე მგონი ამან გადამარჩინა, რომ არ დამემართა დიაბეტი, იმიტომ რომ ძალიან ჭარბად მოვიხმარდი. ყველა კვების შემდეგ უნდა მიმეღო დესერტი. ეს იყო ჩვეულებრივი რიტუალი ჩემთვის და ვერ წარმომედგინა სხვანაირად ბავშვობიდან. მაშინთან არც მგონია რომ ყოფილიყო ესეთი შაქრის მიმართ ამხელა ცნობიერება, რაც თქვა დღეს არის. და ეს ტკბილით განებივრებული ვიყავი და ძალიან მიკვირს სხვათა შორის რომ არ მქონდა, ვთქვათ, დიაბეტი არ დამემართა. მაგრამ მგონია რომ ვიყავი სულ გამხდარი, ანუ წონა არასდროს არ მაწუხებდა და სავარაუდოდ მაგან გადამარჩინა, ძალიან მოძრავი ბავშვი ვიყავი. და ალბათ ეს არის მიზეზი. სიმსუქნე საქართველოში არის თუ არა პრობლემა, ერთნიშნულოვნად არის, ისე როგორც მთელ მსოფლიოში. მოგვეცით რამდენიმე რჩევა ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ პრობლემის გამოკვეთა, ასე ვთქვათ, ხომ? დავაფიქსიროთ რაშია პრობლემა. უმოძრავი ცხოვრების წესი მაქვს, ცუდად ვიკვებები, თვლი რომ წონაში ბოლო პერიოდში ძალიან მოვიმატე, ჰორმონალური დისბალანსი მაქვს, მაქვს აკნე, მაქვს ჭარბთმიანობა, მაქვს საჭმელსაუნელებელი ტრაქტის მხრივ ბევრი ჩივილები, ჩემი მენსტრუალური ციკლი არ არის რეგულარული. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენს ორგანიზმში განცალკავებით ერთი პროცესი არასოდეს არ ირღვევა. როგორც კი ჩვენი პაციენტები გააკეთებენ ასე ვთქვათ, გამოკვეთას იმისა, რა არის პრობლემა, შემდეგ უკვე ვარჩევთ, საიდან ვიწყებთ კვლევას. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ნაკლები ჭამე და მეტი იმოძრავე, მთლად საქმე ესე მარტივადაც არ არის. თორე დღეს ჩვენ არ ვიდგებოდით სიმსუქნის ეპიდემიის წინაშე, ხომ ასეა? შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს ჩვენ მარტო ვერ უმკლავდებით, არსებობს ადამიანები, ენდოკრინოლოგები, რომლებიც შეიძლება რომ ამ საქმეში თქვენს, ასე ვთქვათ, გუნჯი შემოიყვანოთ და ერთად იაროთ წინ. მე მაგალითად, როდესაც თითქმის პაციენტების უმრავლესობასთან და ძირითადად მაინც სიმსუქნეზე აქტიურად მუშაობ, იმიტომ რომ ევროპის სიმსუქნის სერტიფიცირებული ექიმი ვარ, ენდოკრინოლოგიის გარდა და ჩვენ როდესაც რაღაც დანიშნულებას დავწერთ, ბოლოში შემდეგ ყველა ვარიანტში კვების რაციონს ვადგენთ. კვების რაციონის შედგენისას ძალიან საინტერესოა, რომ უნდა გავითვალისწინო ყოველთვის იმ ადამიანის კვებითი ჩვევა. ყველა ადამიანის არ შეუძლია იმ რაოდენობით არც ხორცის მომზადება, ფიზიკურად ამის რო არ აქვს, არ სურს საფხულია, შენ თქმის არ იყოს, ხილი უფრო მეტია, ეს უფრო მარტივი მისაღებია და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ვარიანტში მაინც ვითვალისწინებ, ვცდილობ, რომ აი მათთვის რა იქნება კომფორტული და იმას მოვარგო უკვე ჩემი მხრიდან რა არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო კვება. რა არის შენი საუკეთესო საუზმე? ჩემი საუკეთესო საუზმე არის კვერცხი, სხვადასხვა სახით, ხან მოხარშული, ხან ომლეტი, ზეითუნის ზეთში. იდეალურია. ომლეტს ვაკეთებ, ბოსტნეული აუცილებლად, მჟავე ცომზე დამზადებული პური, მთელმარცვლოვანი ფქვილით, შეიძლება ყველიც,
მაგრამ რაოდენობას მაინც ვცდილობ, რომ ვთქვათ 50-60 გრამზე მეტი დღიურად არ მივიღო ხოლმე, ეს როცა ჯანსაღად ვიკვებები. ძირითადად ეს არის ჩემი საუზმე. საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანის წარმომავლობას, რომელი რეგიონიდან არის, მისი კვებითი ჩვევები როგორი აქვს. ეხლა არის რაღაც პროდუქტები, რის მირთმევასაც ეს ადამიანები მთელი ცხოვრება მიჩვეულები არიან და შენ ეხლა უცებ უთხრა, რომ საერთოდ თავს ვანებებთ, ეს რა თქმა უნდა ძალიან ტრამულია. მე მგონია, რომ ფსიქოტიპსაც გააჩნია, იმიტომ რომ მეც მთელი ცხოვრება ვჭამდით კბილს, ცომს, ყველს არანორმალური რაოდენობით და ისედაც ეს ყველი და ლაქტოზა მე არ მაწუხებს, რამდენი მინდა შემიძლია იმდენი მივირთვა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, რომ ლაქტოზა მაინც ყველი ანთების მაპროვოცირებელია, ვცდილობ, რომ მივიღო ის რაოდენობა, რამდენსაც გაუმკლავდება ჩემი ორგანიზმი. ადამიანს თვითონაც აქვს ხმისუფლება და ირჩევს დაახლოებით როგორ უნდა რომ იკვებოს. გადამწყვეტი მნიშვნელობის მაინც არის ის, რომ ვაკეთებთ კვლევებს და ვნახულობთ. სიტყვაზე ვთქვათ, ვაკეთებთ ლიპიდურ სპექტრს, მთელ ნახშირწყლოვან ცვლას, ვიტამინების კომპლექსს, მიკრო-მაკროელემენტებს, ვაფასებთ რეალურად როგორ კვებაზე ვლაპარაკობთ, ანუ როგორ უნდა შეირჩეს მისი კვების რაციონი, ხო? ჩვენ საუბრის დასაწყისში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ სიმსუქნეს არის დაავადება, მედიკამენტური ჩართულობა და დახმარება თუ ამის ჩვენება არსებობს, არის წამყვანი და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე შემოდის სამედიცინო კვება, ნუტრიციული გეგმა, რომელსაც ამ პაციენტთან ვადგენთ და ამ შემთხვევაში ანალიზების შედეგებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და რას ფიქრობ სუპერფუდებზე და დანამატებზე, რომლებსაც ძირითადად ადამიანები თვითნებურად მეც ვიღებთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენად უპრიანია მივიღოთ საკვები დანამატები კვების გარდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ეს ადამიანი როგორ იკვებება, ან რამდენად არის ამის საჭიროება, როგორია ფიზიკური აქტივობა, რამდენი წლის არის, რა ეტაპზე არის ცხოვრების, არის თუ არა ორსულად, არის თუ არა მეძუძური დედა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის გადამწყვეტი. საბოლოო ჯამში მაინც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი, რომ სარგებლის მომტანი რაც არის, მარტო ის გავაკეთოთ და რაშიც ეჭვი გვეპარება, იქნება თუ არა სარგებელი, იმას თავი გასაგებია, მაგალითად, აი მაკას ფხვნილი, სელი, ახლად დაბქული, რომელსაც ამბობენ, რომ ესტროგენი აქვს, არის თუ, ხო, აი არის თუ არა, ვთქვათ, შეიძლება თუ არა თვითნებურად ესე ადამიანმა, უფრო ქალებმა ვიხმაროთ. ძალიან ესეთი გრძელი, მოდი ესე ვთქვათ, მაქვს ძალიან გრძელი სია იმ ანტიოქსიდანტების და საკვები დანამატების, საკვები პროდუქტების, რომელსაც ადამიანს შეიძლება ურჩიო ხომ არ ჩავრთოთ იმისგან გამომდინარე, რა ჩივილი აქვს. სიტყვაზე ვთქვათ, მაქვს მიდრეკილება ყაბზობისკენ, ან მაქვს მეტეორიზმი, შებერილობა ყოველთვის, რაც არ უნდა ვჭამო ყველაფერზე. ამ შემთხვევაში შეიძლება ეგეთი ასე ვთქვათ, პატარა საიდუმლოებები, ხრიკები შემოვიტანოთ, რაც ჩვენ ახლა ახსენე და ეს გავაკეთოთ. თეონა, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. ძალიან სასიამოვნო დღე იყო. მადლობა თქვენ.